მოგესალმებით თქვენ უყურებთ GEO TIM-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. კვლავ Heineken და GEO TIM-ის პარტნერშიპი ამჯერად Anfield-დან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა Anfield-ზე ლივერპული PSG-ს წინააღმდეგ, მაგრამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწვიოთ GEO TIM-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი. კვარა ლივერპულის წინააღმდეგ GEO TIM-ის YouTube არხზე წავედით. Anfield Road-ზე ვიმყოფებით მეგობრებო, მატჩის წინადღე ლივერპულში. სტადიონზე მოვედით, სადაც უნდა ავიღოთ ჩვენი აკრედიტაცია. დავესწროთ მატჩის წინა პრეს-კონფერენციაც, მატჩის წინა ვარჯიშს. ლოგი ეხლა იწყება, კარგად მოვკალათდეთ და გამომყევით. მოვიღეთ აკრედიტაცია UEFA-ს ოფისში. ჩვენი ჩასაცმელი აკრედიტაცია, ასე რომ თამაშისთვის მზად ვართ, ხო ვიცები, სტადიონზე გავიდე. ეს არის ფლეშ ინტერვიუების ზონა. დაყოფილია თამაშის შემდეგ. ვისაც უნდა გააკეთოს კომენტარი. სტუმარი გუნდის გასახდელი აქ ხუჩა შევახვალ. დიდებული ლივერპულის აქ ფეხბურთელები გამოდიან თამაშამდე. ლივერპულის ტიტულები აქ მალე 20 დაემატება. This is Anfield. Agari, რა. I don't think it was right. ახლა ვიმყოფებით სტადიონზე, რომელსაც უამრავი დიდი თამაში უნახავს, უამრავი კამბექი უნახავს. ლეგენდარული Anfield Road ლივერპულის სახლი. არ მოვიტყუები და ვიტყუე ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდან, ახლა ხოდრა, იმიტომ რომ 7 წლიანი ლივერპულის გულშემატკივარი ვარ. და ესე მოხდა, რომ მოხდა ცხოვრებაში, რომ ლივერპულის სტადიონზე ხვდები მაშინ, როცა ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ხუჩა კვარაცხელია დაუპირისპირდება ლივერპულს. კითხვა თუ ვისკენ ვარ ამ თამაში არის ესეთი, რომ ადამიანი ქართველი, რომელსაც აქვს შანსი, აი ისეთი ქართული ჯგუნი რო ხდებოდეს ლივერპულს, რომელსაც ჩემთლის მოგების რეალური შანსი არ ექნებოდა. შეიძლება ესე გული არ დამწყვეტოდა თუ ლივერპული გაუშვებდა სახლში და ეხლა გჯობამ PSG-ს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ძლიერმა გაიმარჯვოს, ნუ პირველ თამაშში იმ მომენტისთვის ძლიერს არ გაუმარჯვია და საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში ვნახოთ რა იქნება ამ ტრიბუნებს. ამ ადგილს განსაკუთრებული მაგია აქვს ლივერპულის ფეხბურთელებისთვის, ასე რომ დაველოდოთ 24 საათი დაახლოებით თამაშის დაწყებამდე. პრეს-კონფერენციის ოთახში ვართ მეგობრებო და ძალიან საინტერესო ამბავი შევიტყვეთ. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ლივერპულთან მატჩამდე PSG-ს ფეხბურთელებიდან ხუჩა კვარაცხელია გამოვა პრეს-კონფერენციაზე. PSG-ს ფეხბურთელის სტატუსით ეს პირველად ხდება. და ნაპოლიში არ ყოფილა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე და რაც ფეხბურთელია, ნაკრებს თუ არ ჩახდით პირველად გამდის მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე, ასე რომ საინტერესო იქნება ბრიტანულ ჟურნალისტებთან. Merci de lui adresser vos questions en français ou en anglais. Hi everyone, first of all, I want to say that the chances are, I think, 50-50 because I think to dominate against Liverpool is not easy and we did it, we play very well, I think we show great football and for me tomorrow the game will be 50-50, we just have to concentrate about our game and to be confident, to show them that we are here just to win.
Yes, I think I feel great here because my adaptation was good. I think because they helped me so much, the team, club, players, the coaches, and everybody in the team. And I feel I can do more, and that's why I'm working hard to show everybody that I can do every time more and more, and I will do it. And I try to work hard that show them that I can do every time better and better. გამარჯობა ხუჩა წარმატებები. What's your expectation before the game? It will be if we compare the first game or second game, it will be what are waiting for the same style game with the one team domination, or will be the open game with the many attacks by the both team? I think tomorrow Liverpool will be more confident because they are playing home with this amazing fans. So we know that will be a little bit tough game than it was in Paris, and of course they are confident because they are winning 1-0, and I think it will be a different game, but we try to play our game, and the most important is the result. So let's see tomorrow after the game who will be the next, who will win this battle. Well, I'm expecting a similar game to what we saw last week at Parc des Princes in Paris. I guess Paris Saint-Germain will try to keep the ball. They have to do it because they need to come back from 0-1. It was an unfair result, totally. It was one of the best games I've ever seen of Paris Saint-Germain ever. So I think they have a chance to come back, but it will be difficult because I've been here at Anfield many times. I know how this stadium lives European nights, and I guess it will be quite difficult to come back, but there's a chance. What do you think? What PSG missed for winning the first game? The goal, basically. Yeah, very smart answer. Yeah. They shot 27 times. They were much better than Liverpool, but in front they had to face a goalkeeper that had the best night probably in his sportive career. Alisson was amazing. He saved everything, every chance Paris Saint-Germain create. So I guess this time tomorrow at Anfield, if PSG has the ability to create as many chances as they did in Paris, I think they're going to score. What can you say? The PSG fans are satisfied with the Huicha's performance? Yeah, I think so. Little by little, I think his adaptation has been a bit difficult, especially the first games. You saw that he struggled a bit, but little by little, he's performing better. He's playing good games, scoring goals, making assists. So I think that he's going to do a good career in Paris. He's being important at decisive nights like last week and tomorrow. So yeah, I think he's going to be a starter for Paris Saint-Germain. პირველი დღე დასრულებულია, მეგობრებო. მატჩის წინა ვარჯიში მორჩა, ხუჩა პრესკონფერენციაზე წარსდგა ჟურნალისტების წინაშე. უკვე დაგიბრუნებით მატჩის დღის თვალ, თუმცა მანამდე სანამ ეს დღე დასრულდება, მინდა გითხრათ, რომ სეტანტა სპორტზე ჩვენი სპეციალური პრომოკოდი გვაქვს G30 და თუ სეტანტა სპორტზე რეგისტრაციისას გამოიყენეთ პრომოკოდ G30, რომელიც აქ ამონათდება, მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საჩუქარი ჩვენგან.
მაჩის დღე ლივერპულში ჩემპიონთა ლიგის საფასურო შეხვედრა ლივერპული PSG Anfieldზე. კარგი ამინდი გვაქვს, ზუსტად სივა, მაგრამ არ წვიმს და არც ქარია და მიმყოფებით ლეგენდარული ბიტლზების ძეგლთან, ალბათ ყველაზე ცნობილ ადგილას ლივერპულში. ვერ ვიტყოდ ძირძველი ლივერპულელი ვარ, თუმცა არ მგონია რომ ბიტლზების ძეგლზე ცნობილი ადგილი აქ იყოს. Anfield-ს არ გულისხმობ რა თქმა უნდა. 9 საათია აქ ვარ. ფოტოს გადავიღებ ხო და იგები არ წყდება. ბევრ ადამიანს უნდა ერთთან ფოტო. You never sing. მეგობრებო, მატჩის დაწყების დრო მოახერხა, ნელა სტადიონისკენ უნდა წავიდეთ, თუმცა მანამდე ეს პატარა ისტორიას მოვყვებით, გუშ მქონდა 2 ბილეთი PSG ლივერპული PSG-ში თამაშის და მეგობრები უნდა ჩამოსულიყვნენ და ვერ ჩამოვიდნენ და რა უქნე ახლა ამ ბილეთებს რა წავიღე, ხო არ გავუყიდი. დაუწერე Instagram-ზე ვინც ხართ ლივერპულთან ახლოს გავამეხმაურეთ ხო და ეგრევე მომწერა ორმა ადამიანმა, აი ერთს მანამდე ვაჩვენე და ამ ადამიანს ეხლა უნდა შევხვდენ რომან ოდიას, ბინმიგენში მცხოვრები ქართველი, რომელსაც ვაჩუქეთ ბილეთი და საკმაოდ კარგი ბილეთია. აგერ არ ვხედავ საქართველოს დროშით. როგორ ახარ აბა? ეს უნდა წავიდეთ წამენა, რავი, თავისი ზვარში მგონია ზმაო. ეხლა ვყვებოდი რომ 2 ბილეთი მქონდა და ხო არ გავყიდიდით ხო და ხო ავდექი და მე Instagram-ზე დავუწერეთ ხო და აი შენი იმით მოგვიყევი, აბა შენი ემოციებით შემოგევლი ძმაო. აი როგორი იყო, შეხვედი Instagram-ზე და ნახე story ხო? ნახე story და როგორც კი ნახე story მეთქი ხო იმეს არ ხოდეს რა ვიდაწე. ძალიან გამიხარდა ძმაო და რა ვიცი. როგორი გახარებულიც მე ვარ რა, ეხა ისე ყოფილიყავი სულ შენ და თავარია იმედია დღის ბოლოსაც ეგრევე იქნებით. ეს ძალიან კარგია საქართველოს დროშა, ყველამ დაინახოს საქართველოსდან ვართ. ეს არ არის შენთვის პირველი Anfield-ური ვიზიტი? კი, მეორე და მაშინაც ყვარას თამაშზე იყავი? კი. მაშინა ბიჭების გამო ძმაო სადაც შეგვეძლება ყველგან წავალთ რა, ბოლომდე. ძალიან მოჭიდავი ვიყავი, მაგრამ დედას ვიცა ვარ ფეხბურთი რომ მიყვარს ისე ჭიდაობა არ მიყვარს რა. ძალიან მაგარი ემოციაა და ძალიან მაგარი სიყვარულია ჩემთვის ფეხბურთი რა. ძალიან მაგარია. და მით უმეტეს საქართველოს ნაკრების თამაშზე წასვლა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთის თამაშზე წასვლა 6 წელი. აბა ქართული მონატრებული ექნება ხო? მაგრამ ბირმინგემში ბევრი ვარ საერთაშორისო ქართველები და ახლობლობთ ერთმანეთს, ოჯახებით კარგად ვართ, მისვლა, მოსვლა. ყველაფერი კარგი გვაქვს ერთმანეთში რა. მაგ მხრივ ძალიან კარგი აქვს. მეორე ქართველი არის შემოგვიერთდება მალე. გზაზეა მომწერა იმიტომაც ერთ საათში ვიქნები და შემოგვიერთდება ეგ. იმედია ვისიამოვნებთ პირველი თამაშით. ერთ მაქნას ნაუბრობთ მაქნას. წავედით მეგობრებო სტადიონისკენ, მივდივართ. კიდევ ერთი ქართველი სტადიონთან შემოგვიერთდება, ვერც გითხარით მეორე ბილეთი გადავეცით თქო. საში ვარ ხო? 20 მიგვასწრეს მეგონი მისვლას ხო რა? მიგვასწრეს მისვლას. წავალ ნახავ სტადიონთან რა სიტუაცია თამაშამდე. ბარწმუნებული უკვე შემოდივართ 2 საათი ადრე უკვე ფანები გარშემო ბევრი იქნებიან. გავესაუბრებით ლივერპულის გულშემატკივრებს და მე უკვე სტადიონზე ჩევალთ.
if you would have asked me before the first leg game, then I would have told you easy win for Liverpool. But after I've seen the first game, I think it's going to be very tight, and I think we can expect a very, very close and exciting game tonight. Okay, the first game, the man of the match was Alisson from the Liverpool. And For sure. which player you can tell us from PSG, which danger player? The Georgian Kvaratskhelia, I think he was very, very good. And also Dembele, I think. So yeah, I think they need to be aware of those two. And then of course also Alisson, we need them again tonight, I think. I think thanks to him that we're still in the race to qualify for the quarterfinals, yeah. Yeah, we know that the Liverpool wanted to buy Kvaratskhelia in January, but in finally the deal was not done. And if Kvaratskhelia would join the Liverpool, it will be the good signing for your club? Yeah, for sure. I think so, yeah. I mean, Kvaratskhelia, as I said, he played a huge game in the first leg, and I think he's a big talent coming up, still a very young player, and he's doing a very good job now at PSG. So I would have been happy if he would have signed for Liverpool, for sure, yeah. Okay, you're a Liverpool fan, so I want to ask you about the one more Georgian player, Georgi Mamardashvili, the Georgian goalkeeper, who will join the Liverpool next summer from Valencia. How you see the Mamardashvili's future in the Liverpool when the Alisson is still here? As long as Alisson is here, I think it will be very difficult for him. But I think he's a very good second option for Liverpool to have. As soon as Alisson would be injured or something, then it would be great to have a second goalkeeper who is actually the national goalkeeper of Georgia, as you said. So I think that will be great, but for him it will be difficult to get along Alisson, I think, yeah. Well, I hope that Liverpool will win. It's going to be a difficult match, but I can't believe that we won't play better than we did last week. I would say Dembele was really dangerous, but also the number 7, is it Kvaratskhelia? Can't say the name, the Georgian. He was dangerous as well, but I thought after 60 minutes into the second half, they had no shots from in the box. It was all outside the box. So I thought Liverpool came back into it in the second half. Well, I don't know really, because with Liverpool, you have to have a good balance in the team and good guys. So I don't know a lot about him. I know he's a very good player, but I can't understand if he had the opportunity to come to Liverpool, why he wouldn't have come to Liverpool, to a club with a big history in Europe. So if he's gone to PSG, has he gone because he's more worried about the money? Well, I think he needs to learn from Alisson to begin with. He played really well in the Euros. Was it Euros? Really, really well, but he's not having such a good season. Well, not as good maybe for Valencia, but Valencia aren't doing well in the Spanish league. But I'm sure that he will be really good for Liverpool because he has all the qualities. He's shown all the qualities. He's good with his reflexes, he's good with his feet. But at the moment, Alisson is number 1. რამდენიმე გულშემატკივრის მოსაზრება თამაშამდე მოისმინეთ. ხალხმრავლობა როგორ განსაკუთრებულად რამე პერფორმანსი ეწყობა თამაშამდე თუ არა. ბრიტანელებიც ქართველებით არიან, კამერასთან უარ უყვართ კომენტარებს გაკეთება. არაო, ძალიან ბევრმა გითხრა, არაო. ხო და შევავთ ხა სტადიონზე, მაგრამ სამ სტადიონზე შევავთ. მინდა გითხრათ, რომ ვისაც მოგზაურობა გიყვართ და უცხოეთში ინტერნეტი გჭირდებათ. ესეთი ჩვენი მეგობარი კომპანია Roamingo, რაც გულისხმობს კარგ ინტერნეტს უცხოეთში. ხა გამონათდება როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და ჩვენი პრომო კოდია GEOTEAM10. თუ რეგისტრაციას გამოიყენებთ GEOTEAM-ად, სადღაცა აქ არ ვიცი, სადღაც აქ გამონათდება, მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას Roamingo-s ელექტრონულ სიმბარათზე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჯერჯერობით სიწყნარია თამაშამდე. შემოვედით. Ups. ეს არის ლეგენდარული კოპი. ლივერპულის მთავარი ფან ტრიბუნა. სტადიონზე ჯერჯერობით სიწყნარია.
პასაჟს გუნდი მოპესაჟე მოვიდა რა. ესეთი ემოციაა. გახურება დასასრულს უახლოვდება. რო გითხრათ, აი გახურებამდე გავხტოვანდი ატმოსფერო თქო მაგატყუებთ. იმიტომ რომ ეხლა შეივსო თითქმის სტადიონი. დავაშამდე 15 წუთით ადრე კოპი თავარი ტრიბუნა ლივერპულის გულშემატკივრების ეხლა შემოვიდა და გაგიშიარებ ჩემს შტაბ-ეჭვლებებს. რა თქმა უნდა, ენფილდზე ველოდებით დაუვიწყარდა საოცარ ატმოსფეროს. თამაშის აფიშაც გვაძლევს ამის საშუალებას. ისეა ლივერპულის ფანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. თუ საუკეთესოები არა.
ძალიან საინტერესო დასაწყისი მაჩის მე-12 წუთზე ოსმან დემბელესის ანგარიშს და თანამდებობა ორი მაჩის ჯამში. ანგარიში ძალიან ბედნიერი არიან პარიზელი პანები. ამაზე კარგ დასაწყისს გუშევატკივარი კარგი თამაშის საყრდნ ერთ წინ ატრევდა. დემბელეს კვლავ გააქვს. დემბელეს გოლის შემდეგ არის შეეძლო საერთოდ წინ გასულიყო ორი მაჩის ჯამში ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი პასის შემდეგ 1-1-ზე დარჩენილ ბარკოლას ალისონმა აჯობა. კვლავ 1-0, თუმცა ძალიან საინტერესო თამაში. ზუსტად პირველი შეხვედრის გაგრძელებაა ეს თამაში. ატმოსფერო 100 ქულა. მე-15 წუთზე ხვიჩას ჰქონდა უკვე თავის შანსი გოლის გასატანად. დემბელეს ძალიან კარგი პასის შემდეგ საჯარიმო სადღაც 13-14 მეტრიან ხვიჩას დარტყმული ცველს მოხვდა და კუთხური დაინიშნა. საოცარი თამაშია. პირველი ტაიმი დასრულებულია 1-0 PSG-ს სასარგებლოდ ორი მაჩის ჯამში 1-1 წინ გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი 45 წუთი გველოდება. ძალიან საინტერესო პირველი ტაიმი იყო როგორც პირველ შეხვედრაში. ეს არის ის ტემპი, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს ყველას. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელია კომპანია აჭარაბეთი. მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. ახლა კი წამოდით და ვნახოთ რა გველოდება მეორე ტაიმში. მეორე ტაიმი ძალიან აქტიურად დაიწყო ამჯერად. ოღონდ ლივერპულია
უფრო მეტ შეტევაში ჯერ გოლი გაიტანა სობოსლაიმ და თამაშგარის გამო გაუქმდა. შემდეგ კი ჯანლუიჯი დონარუმამ საოცარი სეივით გადაარჩინა PSG გაშუქებულ გოლს. ლუის დიაში კუთხურიდან თავით ურტყამდა. მე-60 წუთია და ტემპი არის საოცარი. არ ჩერდება ბურთი. ცოტა დრო რჩება თამაშის 90 წუთის დასრულებამდე. მატჩის ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებს. ატმოსფერო შესანიშნავი. მატჩის 90 წუთი დასრულებულია. კლავ PSG 1-0 ლივერპული. ვლაუ, ორი მატჩის ჯამში 1-1 და იწყება ამ ორმატჩიანი გიჟური დაპირისპირების დამატებითი დრო. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი გონდა PSG, არა ბევრად უკეთესი გონდა ლივერპულს. ძალიან მაგარი ბურთები აიღო დონარუმამ, ნახეთ ხუჩას გამოტანა კარის ხაზიდან, მოკლედ აი ტოპ თამაშია, ველოდებით დამატებით 30 წუთს ჯამში. ნახოთ 30 წუთში გადაწყდება ყველაფერი თუ გვექნება პენალტების სერია. მადლობა ჰეინეკენს რომ ამ გიჟური თამაშის მონაწილეები ვართ და უყურებთ ადგილიდან და ვაკეთებთ ვლოგს თქვენთვის. ასე წუთზე გაიყვანა კვარა. ძალიან კარგი თამაში ქონდა, ძალიან ბევრი იშრომა და აცვაში ერთი მომენტი ქონდა, რომელიც წველის მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ორი მაგარი მომენტი შეუქმნა დემბელეს, ბარკოლას, ერთ-ერთად გამოიყენეს ეს მომენტი. აუცილებლად ეს თამაში ხუჩას კარგ აქტივში უნდა ჩაიწეროს. თამაში არ ჩერდება 102 წუთია ტემპი საოცარი. ეს რა თამაშია? ეს არის ტოპ გუნდების დაპირისპირება. ამ მომენტისთვის ყველაფერი პენალტების სერიამდე მიდის, თუმცა ჯერ კიდევ 20 წუთია წინ. მატჩის 120 წუთი დასრულებულია 1-0 PSG სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება პენალტების სერია, რომელსაც ჩვენ ვეძახით ნერვების თამაშს. ნახოთ, კვარა გასულია, კვარა არ დაარტყავს, მაგრამ გუნდები გადაწყვეტენ რომელ მხარეს დაინიშნება პენალტები და იწყება თავდავიწყება. პენალტების სერია იწყება. PSG მოიგო არჩევაში და პენალტები იქნება PSG-ს ფანების მხარეს, რაღაც ძალიან გაახარა PSG-ს ფანები. ვიწყებთ. პირველ პენალტს ურტყამს ვიტინია. აბა ნახოთ ვიტინია პენალტის დასაწყებად გზად არის. ვიტინია. აუ, გაიტანა, აუ, კინაღა მაუღოთ ქონდა მეთქვა. ბურთთან არის მოჰამედ სალაჰი, ეგვიპტელი ფარაონი, ნახოთ სალაჰი დონარუმას წინააღმდეგ, ნახოთ რა იქნება. გაიტანა უბადლოდ და უშანსოდ შეასრულა. შემდეგი არის გონსალო რამოსი, რომელიც 120 წუთზე შემეიყვანეს პენალტებისთვის და ეგეთ ფეხბურთელებს მაღალი სტატისტიკა არ აქვს, თუმცა ეხლა ვნახოთ. არა, გაიტანა.
მე კი არის დარვინ ნუნიესი ცვლილებაზე შემოსული. დარვინ ნუნიესი. აუღო რა ბედნიერია ნახეთ ხალხი. ნახეთ. გაფუჭა ცვლილებაზე შემოსულა დარვინ ნუნიესმა პენალტი. PSG წინ გადის 2-1 მესამე დარტყმის წინ. ნუნო მენდესში ურტყავს შემდეგი. არა, ოსმან დემბელე შემეშალა. ოსმან დემბელე რომელიც არ იცის საცია თუ მემარჯვენე. გაიტანა. დეგი არის კურტის ჯონსი, ნახოთ რასიზამს ინგლისელი იტალიელის წინააღმდეგ კურტის ჯონსი ლივერპულელი. აუღო! და ეხლა თუ გაიტანს PSG, გავა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალში. матчი დასრულებულია პენალტების სერიაში გიჟური სცენარი PSG ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალშია კვარა ასტონ ვილას დაუპირისპირდება შემდეგ ეტაპზე ეს რა გიჟობა იყო თქვენთან ერთად ეხლა მეც თავიდან უყურებ ამ ვლოგს ეხლა როცა ეს ვიდეო დევს გამოიწერეთ ჩვენი არხი გთხოვთ დალაიქეთ ეს ვიდეო დაგვიტყოვეთ კომენტარები მადლობა კიდევ ერთხელ ჰაინეკენს ეს რა გიჟობის მომსწრე ვიყავით ყველანი ერთად ეხლა რავი წამოდით მიქსონაში თუ ვინმე ფეხბურთელის კომენტარს გამოურჩით თქვენც კი გაგიზიარებთ Pucha, ahí capo ესეჟე ყველავერი გაჩერდება მიქსონაშიო იმიტომ რომ უკვე პრესკონფერენციაზე ყავდა მატჩის წინ რომ ანაწილებენ ამას უკვე მედიასთან როგორ უნდა იკონტაქტოს ისეთ ფეხბურთელები გამოიყვანეს ვინც ფრანგულად ლაპარაკობდნენ ინგლისურად ვერა სამწუხაროდ ამ მომენტში არ გვაქვს კომენტარები თუმცა ვიდეო საკმაოდ ემოციური გამოვიდა ახლა უნდა გავიდე გარეთ და ის ბიჭები ვნახო ვინც ვისაც ბილეთები მივეცი და ვნახოთ აბა ამდენად გაუსწორდა დღეს სტადიონზე აბა სასწაული დღე იყო სასწაული გილოცავთ აბა მოყევით ერთი და თქვენის მაინტერესებს და მოგიყვები სადაც ვიყავით ხუჭიჯამის მიუტანეო ეს რა ხუჭიჯამის რა ხდებოდა შეიძლება მომიყევით მართლა მაინტერესებს ხო და მოგიყვებით მოკლედ რა ხდებოდა რა VIP-ში ვიჯექი ძმაო არ ვიცი შეიძლება VIP იყო რაღაცა დამიწერე გადამგდები ხარ რომ დაწერეო რომ
ლივერპულში ვიხართ გამომეხმაურე თუ არა არ მოგუწერეო ალბათ არა ხო, აი, მე ვიღაცამ არ გიჩუქებია ალბათ ეგ ბილეთი მე გავცემ მაგას პასუხს რა, ეხა მე გავცემ მაგას პასუხს რა. VIP-ში ვიჯექი ძმაო. თავიდან ხო შევედით. და ანუ თავიდან ისეთ ადგილას შევედით, რომ ეგრევე მივხვდით, რომ რაღაც ისეთი ადგილი არის სერიოზული რა. შევედით, ავედით ზევი და რო შევედი ოთახში, რომ მივიხედე ეს ხო ორაგულები ცავსე იყო აქ რაღაცა ორაგული თევზი რაღაც პროდუქტები საჭმელი, ლუდი, ვისკი რაღაცაები და ბოლოს მოო სტეიკი გინდა რავი რა გინდა ნებისმიერი რაღაცის შეკვეთა შეგეძლო დასალევი რამდენიც გინდა ლუდი, ვისკი, კოლა, ყველაფერი და სასაული იყო რა. და ის თეის არ მეჭამაო პასტა. ხო მე თქვა იმენა ორი ის ჭამეთ და სასაული იყო. მადლობა ძმაო. შენი დამსახურება არის ღმერთმა დაგიბრუნოს ასმაგად ეს სიკეთე რა, კაი კაცი ხარ. აი შენ მითხარი თამაში როგორ მოეწონა. იმიტომ რომ შენ პირველ თამაშიც იყავი მაშინ, აი ნაპოლისთან ერთად რო ჩამოვიდა ხუჩა და აი რო შევადაროთ რა. აუ ჯერ ერთი თვითონ ხუჩა ხო ძალიან გაზრდილია და უფრო მაღალ იმაზეა რა, ლეველზე. დაცვის ხრივა შეტევაში რავი ცარიელი კარიდან გამოვიდანა ძმა ვყვიროდით ერთთან ბავშვი ვიყავ ლივერპულის გულშემატკივრებთან ხო ვიყავით ეხლა ლივერპულის გულშემატკივრები იყო ყველა ვინც ჩვენს გვერდში ჩვეულებრივად ბალეში გავდით ყველა საუხსენით რო ყარა პირიქით მოწონდა ძმა აში დაუხდეს როგორ დიოდა კი ძალიან მაგარი იყო და ძალიან მაგრა ითამაშა ძმა ყარამ და აი პირველ თამაშში სანახაობრივ უფრო კაი იყო ეხა იასნა, მაგრამ მაინც ჩემპიონთა ლიგაა რა და მთავარია გავიდნენ შემდეგ ეტაპზე კმაყოფილი ვარ ძმაო და რავი ჩვენს გვერდით ვინც ისხდნენ რა ჩვენს გვერდით ვინც ისხდნენ რა ლივერპულის მანები რო შევეკითხოთ რომ ქართველები ვართ რაღაცაო ჩვენ PSG-ს იმის გულშემატკივრები ვართო და PSG-ს გულშემატკივრობთ იმიტომ რომ ქართველიო კვარცხელიაო თამაშობსო ვითხრეს რომ მართლა კარგად ითამაშაო და კარგად თამაშობსო და მართლა კარგი ბიჭიაო და სოფლიო დონის ვარსკვლავი. ხო, ძალიან მაგარი და ვარსკვლავი არის კვარა არის ჩინჯიმა. გაიხარე რა. რომ გაიხარე. სასაული კაცი ხარ ძმაო, გაიხარე რა, გაიხარე. ძალიან მაგარი იყო. არ მოუტყუებია ძმაო, ჩვენ ჩამოვედით აგე და აქ ვიყავით. აგე ორივე. თან ვაფშე რენდომად. ვაფშე რენდომად, აი როგორც არაფერი რა. კომენტარი დავწერე. მომწერა ძმაო კაცმა და აგერ ვარ. ესეც ასე მეგობრებო ჩვენი ვლოგი ლივერპულიდან დასრულებულია. ეხლა მოვედით სასტუმროში. დავიძინებთ. ძალიან და გავუგზავნეთ რომ ეს ვლოგი თქვენთვის დავუდოთ დილითვე და შემდეგ საქართველოს ავარდნებით. მივდივართ კიდევ ერთ საინტერესო ადგილას. ვიდეოს გადასაღებად და კომენტარებში გამოიცანით ვის ნახავთ შემდეგი. ასე ვგთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყოთ ამ ვიდეოს მოწონება, დაგვიტოვეთ კომენტარები და მომავალ შეხვედრამდე აბა კარგად.